ფორმულას მაყურებელს ეს არის საარჩევნო გარემო, რომელიც ახალი არ არის, ხო? ქართული საზოგადოებისთვის ასეთ პირობებში ატარებს ოცნება, განსაკუთრებით ბოლო სამი არჩევნებია, არჩევნებს ამ ქვეყანაში და ეს არის გარემო, რომელიც შექმნა თავად ივანიშვილმა, იმიტომ რომ ეს პარტია და ძალაუფლებაში არსებული ეს გუნდი უკვე არ გამოხატავს ქართული ხალხის ნებას და მხოლოდ კვერცხები შეიძლება იყოს იარაღი ამ ადამიანების ხელში. მე მინდა იცოდნენ ამ ადამიანებმა, რომ ივანიშვილისთვის აი ამ ადამიანებს იმ კვერცხების ფასიც არ აქვს, რაც ხელში დააჭერინდა, რა ვიცი, ყოველგვარ ღირსებაზე უნდა თქვა უარი ალბათ ადამიანმა, რომ ეს კვერცხი აიღო ხელში და შენს თანატოლს, დედის ხელა ქალბატონს, მამის ხელა ადამიანს, შენი პაპის ხელა, ბებიის ხელა ადამიანს, აი ეს კვერცხები დაუშინო იმ შეხვედრაზე, ეს ვერავის ვერაფერს ვერ დააკლებს, იმიტომ რომ ღირსეული კანდიდატები არიან წარმოდგენილი ნაძალადების რაიონში. ჩვენი კანდიდატები ზღვისუბანში ეკაუდესიანი, ლოტკინზე, ფიქრია გოგოლაძე, კეთი თურაზაშვილი, სანზონაში, ნიკა ჩერგეზიშვილი ნაძალადებში, ამიტომ მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს. კვერცხების როლა ბერდი აქვს სამართლიანობისთვის ვთქვათ, ყველაზე მსუბუქი დანაშაულია ქართული ოცნების მხრიდან, ჩვენ ნახეთ კახა კალაძის შტაბთან ქალებს გაუსწორდნენ ფიზიკურად ეგრეთ წოდებული კაცები და ეს პარტია გვეუბნება კაცობას, რაღაცა მართლმადიდებლობას და ღირსებას. ჩვენ ხო ამას ერთმანეთს არ ვადარებთ, ეს არის ხელწერა, უბრალოდ ოცნების ძალადობა, ღირსების დამცირებით, მათ შორის აი მოძალადეების კვერცხში ხელი დააჭერინო ადამიანს და მეორე ადამიანისთვის სასროლინო, ეს უკიდურესად ღირსების შეურაცხყოფილი უნდა იყოს ამ ადამიანებისთვის, თუმცა ზუსტად იციან ვის დააკავონ ხელში, იმიტომ რომ ამ ადამიანს, რომელიც კვერცხს აიღებს ხელში და მეორე ადამიანს ესვრის, ვინც ჩამოთვალე, ბუნებრივია ღირსებასთან საერთოდ კავშირი არ შეიძლება გქონდეს. ეს ერთი ნაწილი თქვენია წარდგენილი კანდიდატები რატომ აუქმებენ ბრძოლას და რატომ ამბობენ რომ ქართულ ოცნებას უჭერენ მხარს მას შემდეგ რაც სამწუხარო შემთხვევები იყო ლელოს წარდგენილ კანდიდატებთან დაკავშირებით, რომელიც მოხდა ბოლნიში, რომელიც მოხდა მარნეულში, რაც დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ხელისუფლება ყველა ასეთ ადამიანზე, რომელიც ჩართულია საარჩევნო პროცესში, ზეწოლას არ წყვეტს. ხო, გეუბნებიან ერთი მხრივ ხელისუფლება, რომ თავდაჯერებულია თავის გამარჯვებაში, ძალაში, იმაში, რომ ღირსეულ არჩევნებს ჩაატარებენ და ასე შემდეგ. ამას რო თავი დავანებოთ კანდიდატებზე ზეწოლას, ხო, საუბრობდნენ, რომ აი თითქოს ამდენ ოლქში კანდიდატი ვერ წარადგინა, ოპოზიციამ იქ ვერ წარადგინა, იქ სადაც წარადგინა, იქაც კი ესეთი გაცხოველებული ბრძოლა აქვს გაჩაღებული ოცნებას საკუთარი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. ეს რას გვაჩვენებს, ხო? ძალაუფლების ერთი წერტილიც კი ოცნებისთვის არის გადამწყვეტი მნიშვნელობის მატარებელი. და ამ ერთ წერტილში ბრძოლასაც კი არსებითი მნიშვნელობა აქვს ოცნების ხელისუფლებისთვის და როგორ შეიძლება შენთვის არ იყოს ეს, ხო? ანუ ბრძოლის ხაზი, თითოეული სოფელი, თითოეული სამაჟორიტარო ოლქი, თითოეული მუნიციპალიტეტი და ასე შემდეგ. ბუნებრივია ეს არის დინამიური პროცესი, რომელშიც ჩართულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კრიმინალთან ერთად, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, პარტმუშაკები და ეს მოძალადე ჯგუფები, რომელზეც დგას დღეს ოცნების ძალაუფლება თავის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად და სხვა სპეცსამსახურებთან. ეს ადამიანები დააშინეს, იმიტომ რომ თავად ამბობენ, რომ არავითარ ზეწოლას მათზე არ ქონია ადგილი. კონკრეტული ეს кейსების სიღრმისეულად არ ვიცი, იმიტომ რომ ლელუს კანდიდატები არიან ჩვენი ხარდაჭერილი, არის ინფორმაცია, რომ ასეთი რამ ხდება. იყო მსგავსი შემთხვევები. დიახ, ბრიფინგი იყო მსგავსი შემთხვევები. მე მინდა საჯაროდ ვისარგებლო შემთხვევით და ახმეტის მუნიციპალიტეტში, ხალწანის ოლქში ჩვენს მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატს დათო მარგოშვილს გადაუხადო ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ამ ადამიანმა წარმოუდგენელი სიმტკიცე გამოიჩინა, ის საჯარო სამსახურიდან გაათავისუფლეს, მხოლოდ იმის გამო, რომ მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატია, კვირეების განმავლობაში მიმდინარეობდა მას ზეწოლა, მაგრამ მან შეძლო დაეცვა თავი და ჩვენ ამ ადამიანს რა თქმა უნდა გვერდში დაუდგები და პირველ რიგში ახმეტელებმა უნდა მინდა იცოდნენ, რომ ესეთი მებრძოლი ღირსეული ადამიანი უნდა ჰყავდეთ გვერდში. იყო სხვა შემთხვევებიც, სადაც სენაკის მუნიციპალიტეტში, თეკლათის სამაჟორიტარო ოლქში მოიხსნა კანდიდატურა, თუმცა საბედნიეროდ ის მაინც შეძლო ამ ადამიანმა, რომ ოცნების სასარგებლოდ არ ეთქვა, რომ მოხსნა კანდიდატურა. იყო ლანჩხუთში მსგავსი кейსი გოჩა შავაძესთან მიმართებით, რომელმაც საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. ეს პროცესია 21 წელსაც იყო მსგავსი პროცესი, ამაში ახალი არაფერი არ არის, ძველი მეთოდები არის, ბუნებრივია, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რაოდენ მნიშვნელობას ატარებს აი იმ რეჟიმისთვის, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია, თითეული გოჯი
ძალაუფლების არ დათმოს საქართველოს არც ერთ მუნიციპალიტეტში, არც ერთ სოფელში. ეს დამატებით მოტივაციას გვაძლევს ჩვენ, რომ ერთი ადგილიც კი, სადაც ოცნების ძალაუფლება არ იქნება და იქნება გათავისუფლებული საქართველოს რომელიღაც სოფელი სამეჟორიტარო ოლქი ჩვენთვის მნიშვნელობის მატარებელია. ერთ-ერთმა მერობის კანდიდატმა ხშირად ვამბობ ხოლმე ამას სატელევიზიო ეთერებისაც, იცით რა მითხრა, მისი მოტივაცია მაინტერესებდა ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში 300 დღემდე დგას ქუჩაში და აპროტესტებს ოცნების რეჟიმის ძალადობას და ევროპული მიმართულებით სვლაზე უარს ოცნების ხელისუფლების. მან მითხრა, რომ ერთი კოცითაც ნაკლები, რომელიმე საკრებულოში თუ სამეჟორიტარო ოლქში ჩემთვის არის გამარჯვება და მე მწამს რომ იდეა არის ეს ზუსტად. მაგრამ თქვენ წარსულ გამოცდილებაზეც საუბრობდით ბატონო ბერდია და მე მახსოვს ზუსტად წინა არჩევნების შემდეგაც სხვადასხვა საკრებულოებში თქვენი მანდატით გასული სხვადასხვა დეპუტატი უეცრად განგიდგათ და განაცხადა რომ ქართულოცნებაში გადავინაცვლიო. ნაციონალური მოძრაობისაც და ჩემი სტუმარი და ამიტომ შეგახსენებ თქვენ თვითონ გაიხსენეთ ეს იყო რა ვიცი საქართველოს პარლამენტში შორს რო არ წავიდეთ აგერ 5 დეპუტატმა ოცნების იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრებში ოცნების კანდიდატების წარდგენას მისცა ხმა. კი ბატონო და თქვენ და ნაციონალურ მოძრაობას ასეთი ფაქტები როგორ ფიქრობთ არ გაზიანებთ რეპუტაციულად ნდობა ამომრჩევლის მიდან რამდენად არის ამ შემთხვევებისგან დაზღვეული არავინ არ არის ეს არის ერთეული შემთხვევები მაგალითად არ არის ერთეული მოდი ამაზე შევთანხმდეთ იყო ძალიან ბევრი ფაქტი რამდენი დეპუტატი გავიყვანეთ იცით ახალი სტატისტიკა რაც მოიყვანეთ ესეც კი არჩევნებამდე უკრძალველად რომ თქვენმა კანდიდატებმა უარი არჩევნებში მონაწილეობაზე ორი შემთხვევა დაგისახელეთ ახლა ხო და რამდენი კანდიდატი ყავს წარდგენილი რამდენი კანდიდატი საერთო ბრძოლაში ხართ რამდენი კანდიდატი ყავს წარდგენილი იცით ჩვენ სამეჟორიტარო ოლქებში 200-ზე მეტი მე გელაპარაკებით ახლა ორ შემთხვევაზე და თქვენ წარმოიდგინეთ ყველა ამ ადამიანზე დანარჩენებს მიმდინარეობს ზეწოლა და ადამიანები თავიანთი ბრძოლის ფინანსური კეთილდღეობის რა ვიცი სიცოცხლის რისკის პასად ჯანმრთელობის რისკის პასად მიდიან ამ ყველაფერზე და ამ ბრძოლაში არიან ჩართული მე მინდა ამ ადამიანებს აი რატომ გადააზღვიეთ ეს რისკები იმიტომ რომ ირაკლი კუპრაძის განცხადება მახსენდება ძალიან მაგალი სტანდარტი ჰქონდა როცა ვარჩევდით მერობის თუ მაჟორიტარობის კანდიდატებსო და ყველა ადმინისტრაციულ ოლქში თუ ასე ვთქვათ მუნიციპალიტეტში ამიტომ არ გვყავს კანდიდატი რომ იქ მაღალი სტანდარტი ჰქონდაო და თუ ასეთი მაღალი სტანდარტი იყო მაგალითად ის როგორ გაგეპარათ რომ აგვისტოში ერთ-ერთი მაჟორიტარი ლელოს სახელით ვინც ახლა მე-9 ნომრად წარმოგვიდგა აგვისტოში ქართული ოცნების მომხრე ყოფილა და Facebook-ზე ძალიან ხურვალედ აზიარებდა ირაკლი კოპაკიძის კახაკალაძის და სხვების პოსტებს ჩვენი პარტნიორი ლელოს გუნდის წარმომადგენლები უკეთ განმარტავენ, იმიტომ რომ ამ ადამიანს არ ვიცნობ ფიზიკურად, თუმცა ჩვენ ამ სამაჟორიტარო ოლქებში ბუნებრივია გვაქვს კოორდინაცია და ჩვენ არ ვართ კონკურენტები, იცით, ამ სამაჟორიტარო ოლქებში და ერთმანეთის წარდგენილ კანდიდატებს უჭერთ მხარს, კონკრეტულ ამ кейსთან მიმართებით, რაც თქვენ ბრძანეთ, მე ინფორმაციას არ ვფლობ, თუმცა მინდა დაგიდასტუროთ, რომ ეს არის ერთეული შემთხვევა, შეიძლება ეს პროცესი გაგრძელდეს, მათ შორის არჩევნების დასრულების შემდეგაც და ამან კარგად უნდა იცოდეთ. ფაქტობრივად ჩვენი მხარდამჭერები და ადამიანები, რომლებიც საარჩევნო პროცესში მონაწილეობენ აქტიური თუ პასიური საარჩევნო უფლებით, არიან ორმხრივი ცეცხლის ქვეშ. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ოცნების ზეწოლაზე და მეორე მხრივ თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ნაცმოძრაობის წარმომადგენლები აი ესე უბან დადიან ზოგიერთგან და პირდაპირ ფორმით გეუბნებით, რომ ეუბნებიან, რომ აი არ მიხვიდეთ არჩევნებს. ეს წარმოგიდგენთ კამპანიას აწარმოებენ და ამას ღიად ამბობენ, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა ღალატია. 30 წელი ამ ადამიანებმა ან წარმოგიდგენიათ თქვენ ვაშენეთ და ვაკეთეთ ის საქმე, რომ არჩევნებში მონაწილეობა და არჩევნებში მისვლა არის პატრიოტული საქმე და დღეს 30 წლის მერე გამოდის ერთი პარტია და ადამიანებს, რომლებსაც შეიძლება სურდეთ არჩევნებში მონაწილეობა, ეუბნებიან, რომ ამ პროცესში მონაწილეობა არის ღალატი. ამას საფუძვლად რა უდევს საპარლამენტო არჩევნები, მანამდე საპარლამენტო არჩევნებაზე თქვენი მოწოდებები გვესმოდა, რომ არ გახალდება თქვენი ხმა დაცულია და არჩევნების შემდეგ რომ რაღაცები ვერ გათვალეთ, ვერ გაითვალისწინეთ ის რომ ბიულეტენის ჟურნალ და ნიკა გვარამიასთან დასვით ეს შეკითხვა და ახლებთან რომლებიც რა პერფორმანსებს გამდნენ იქ წალენჯიხიდან როგორ ზუსტად ამ პრინციპი ნიკა გვარამიასთანია კონკრეტულ შემთხვევაში თუმცა ჯობს რომ ადრესატებთან შეარჩიოთ ესეთი შეკითხვები მაგრამ გურამ ხო და ორი ადრესატი მართობებასთან ძალიან
სწორი ადრესატი ვარ თუ არა იმ სისულელეების, რაც აკეთა ოპოზიციის დანარჩენმა ნაწილმა, მე მგონია რომ ეს მე არ მომიმართება, რა შეეხება ამ ყველაფერში. როგორ ვიყავი, სად მე და სად ნიკა გვარამია, კაცო. მიდით არჩევნებზე. რა თქმა უნდა და დღესაც იგივეს ვაკეთებ გურამ. დღესაც ვაკეთებ გურამ, აბა რა უნდა მეთქვა, არ მოხვიდეთ არჩევნებზე მეთქი, ამას არ გავაკეთებ. დღესაც აღმოაჩინეთ რომ ეხა უყურე ეს არჩევნები. გურამ, როგორ შეხოთაშორის ეუთოდივი ოპოზიციური ამორჩევლს აღარ გავიმეორო ყველა ეთერში ვამბობ აფრიკის ქვეყნები და ასე შემდეგ. ოპოზიციური ამორჩევლის რა ნაწილს უნდა არჩევნებში მონაწილეობა, როგორ ფიქრობ? ეს გაირკვევა ახლა, არ ვიცი წინასწარ. გაირკვევა, ნახევარს, მესამეც? არ ვიცი. ხო, ამ ადამიანებს არ ვაღიარებთ? ეს ადამიანების ჩვენი საზოგადოების ნაწილი არ არიან? გასაგებია, მაგრამ ამათ შეიძლება მოღალატეები დაარქვა? ან განსხვავებით რომ ასე ვთქვათ საკუთარ მომხრეებს მოუწონდეს არჩევნებში. იმიტომ რომ მსგავსი სისულელე მე მოღალატეს ხო არ ვეძახი ამ ფაქტის გამო ამ ადამიანებს. მსგავსი სისულელე არ შეიძლება საკუთარ იმიტომ რომ არჩევნები როგორც ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი მშვიდობიანი ინსტრუმენტი ამ ქვეყანაში მოსახლეობას არ უნდა წაართვა. არჩევნებს როგორც ინსტრუმენტს რო კლავ ალტერნატიული გზა უნდა შესთავაზოს და ამათი როდის მიხვედით ბატონო ბერდი, იმიტომ რომ მანამდე ჩვენ გვახსოვს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მათ შორის თქვენი თანაგუნდელები და ლელოს ნომერ პირველი ლიდერები გვეუბნებოდნენ რუსული სპეცოპერაცია ჩატარდა, ეს ცირკი იყო და ამ ცირკში არ უნდა შევიდეთო. ჩვენგან მოისმინეთ მსგავსი რამე რომ ამ პროცესში მხრიდანაც მათ შორის ლელოს მხრიდან ცირკია რუსული სპეცოპერაცია ეს იყო არჩევნებში მონაწილეობა დაუშვებელია ვიდრე პოლიტპარტიის ციხეში არის რა თქმა უნდა ცუდი არჩევნები რომელიც არ გამოხატავდა აბსოლუტურად ქართული ხალხის ნებას მაგრამ რუსული სპეცოპერაცია რუსული სპეცოპერაცია დაარქვიდა გინდა ბელარუსული ეს იყო არჩევნები რომელიც არ გამოხატავდა ქართული ხალხის ნებას მაინც და მაინც გინდა სიტყვა რუსული დაარქვა ან ბელარუსული დაარქვა ვენესუელური მადუროს ტიპის არჩევნები თუ ვინმე სესიამოვნება იქნება ამაში მეთანხმებით თუ ვინმე სესიამოვნება მაგრამ ეს არჩევნები რომ უარეს პირობებში არ ვიცი გარემო არის ძალიან ცუდი ამას დავინახავთ 4 ოქტომბერს შესაძლოა საპარლამენტო არჩევნებზე უკეთესი სტანდარტი დადოს ქართულ ვერ გეტყვით გურამ ეხა ნათამხმული ხო არა ვარ და ზოგიერთი ოპოზიციონერივით რაღაცა ხო 100,000-ით ხო არ დავждები ეგ და რაღაცა მარჩიელობას დავიწყებ რაღაცებზე და ყურმოყრით რაღაცებზე საუბარს. კაცმა არის როგორი არჩევნები იქნება, გარემოს გელაპარაკებთ, რომ ძალიან ცუდია. შეიძლება ქართული უცბად გააკეთილშობილდეს და კარგი არჩევნები ჩაატაროს. ეს დასკვნა გამოგაქვთ გურამ. არ ვიცი პასუხობთ შეკითხვას. აი ესეთი ცინიკური შეკითხვები შეიძლება დაუსვათ 5 ოქტომბერს ნორჩ ოქტომბრელებს ნაცმოძრაობის სახით, რომელიც დაждდებიან აქ და ისაუბრებენ 4 ოქტომბერს რა მოხდა რევოლუცია ჩაატარეს თუ არ ჩაატარეს და არ შეიძლება ესეთი ცინიკური დამოკიდებულება ქართველების იმ ნაწილის მიმართ, ქართული საზოგადოების იმ ნაწილის მიმართ, რომელსაც სულს არჩევნებში მონაწილეობა და მერწმუნეთ კამპანიაში ძალიან ბევრია ჩართული ჩვენი მხარდამჭერების ნაწილი, რომლებიც პირდაპირ საუბრობენ რომ აბსოლუტური უმრავლესობა მოქალაქეების მიდის არჩევნებზე. ჩვენი მიზანი კი არ არის რამდენ პროცენტს დაიწერს ოცნება. ჩემი მიზანი პირდაპირ ფორმით გეუბნებით რა არის ოცნების ელექტორატის შემცირება. ჩემი მიზანი არის რომ ოცნება ჩამოსცეს ხმების იმ რაოდენობას, მათ შორის ფორმალურად დაწერილს, რაც დაიწერა 2024 წელს. ჩვენ ახლა ეს მოლოდინი პროცენტი. მე არ ვიცი პროცენტი არ მაინტერესებს, აქედან დავიწყე. მე მინდა რომ ოცნება მაიღოს 900,000 ხმაზე ნაკლები 800,000 ხმა აიღოს და ჩემი ამორჩეველი მაქსიმალურად მოვაბილიზო რომ მაქსიმალური შედეგი ვაჩვენო. თქვენი ამბიცია რა არის მაქსიმალური შედეგის? არ ვიცი ხა ბუნებრივად წინასწარ ამაზე საუბარი არ არის მიზანშეწონილი, გვაქვს ჩვენი გათვლა რა თქმა უნდა, მაგრამ თუ თქვენი მიზანი ის არის ახლა გურა მე და თქვენ დავსხდეთ აქ ვისაუბროთ ოცნება რა ცუდია და ვესაუბროთ მხოლოდ იმ ამომრჩეველს რომელიც შეთანხმებულია ამ საკითხზე და ოცნების იმ ელექტორატში არ შევაღწიოთ რომელიც განსხვავებულად ფიქრობს და არ დავარწმუნეთ რომ ისინი პროპაგანდის მსხვერპლები არიან ისინი ამ საზოგადოების ნაწილი არიან მათაც არ უნდათ კორუფცია მათ შვილებისთვისაც ცუდია ის რასაც ოცნება თუ ეს არ გავაკეთეთ ანუ ვიმოძრავებთ ერთ წრეზე აი მე და თქვენ დავსხდებით და სალონური საუბრები გვექნება ერთმანეთში როგორი ცუდია ოცნება ამიტომ ჩვენ რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი რა რეალობის წინაშე ვდგავართ დღეს არჩევნებში არ მონაწილეობა ის რომ მე მაინტერესებს თქვენი მოლოდინი რამ შექმნა რომ შესაძლოა საპარლამენტო არჩევნებზე უკეთესი უფრო კეთილშობილური არჩევნები არ ვიციო ეს დასკვნა არ ვიცი მე 4 ოქტომბერი წინ არის როგორ ჩატარდება ეს არჩევნები არავინ არ იცის მაგრამ გარემო არის ძალიან ცუდი მეთქი სადაც საერთაშორისო მისიები მოწვეული არ არის ფაქტობრივად დაიგნორებულია სადაც ადგილობრივი საერთაშორისო ორგანიზაციები არასამთავრობო არ მონაწილეობენ, სადაც პარტიების ნაწილი არ მონაწილეობს და მათ შორის თავიანთი სისულელი და სიბრიყვი შეუწყეს ამ ყველაფერს ხელი. აი ეს გარემოა დღეს და ამას გეუბნები და 4 ოქტომბერს რა მოხდება? კაცმა არ იცის და ოცნება რომელიც გვარწმუნებს რომ ყველა ოლქს მოიგებს, ყველა სამაჟორიტარად რას აკეთებს რა?
ისა გაკრულ პლაკატებს მაჟორიტარების დასდევს და თავის პლაკატებს, თავის კანდიდატების პლაკატებს აკრავს. ხო, აი პლაკატებს დასდევს, რავი, ბილბორდებიც კი არ გვაქვს იმ რაოდენობით, რომ რაღაცა შეიძლებოდა საუბარი რაღაც თანაბარ კონკურენტულ გარემოზე და აი პირობებში პლაკატებს დასდევს ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების და როგორ შეიძლება შეფასდეს ნორმალურ გარემოდ, მაგრამ წინასწარ თქმა 4 ოქტომბერს რა მოხდება და ამაზე საუბარი და მარჩიელობა და აქ ტაროს კარტის გაშრა, მე არ მგონია სწორი, რა ვიცი, როგორ იქნება, ამას 4 ოქტომბერი გვანახებს. რატომ არ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ აი სურათი და ეს არ არის ჩემი მარჩიელობა, როცა 4 ოქტომბერი 8 საათი დგება, ცესკო აცხადებს წინასწარ შედეგებს. აი რატომ არ შეგიძლიათ ახლა ვარაუდის დონეზე გვითხრათ, რა ხდება თქვენს პარტიაში ბრიფინგს მართავთ, იღებთ ამ პროცენტებს რაც ცესკომ გამოაცხადა, აგრძელებთ ბრძოლას. ანუ სერიოზულად მისვამთ ახლა ამ შეკითხვას? კი, დაახლოებით და წარმოვიდგინეთ რა თქვენ ახლა სერიოზულად მისვამთ შეკითხვას გურამ, რომ მე წინასწარ უნდა მქონდეს ახლა გამზადებული სცენარი 8 საათზე, რას ვამბობ არჩევნების შედეგების გამო. ამიტომ კითხეთ რა. იცით ზუსტად რა მოხდება 4 ოქტომბერს? ხო არ იცით თქვენ? ხო, რაზეა დამოკიდებული? თქვენ შეიძლება გონიათ რომ 4 საათზე შეიკრიბებით, აი პირობითად თქვენ შეიძლება გონიათ რომ 4 საათზე შეიკრიბებით და 6 საათზე შეიძლება ჩაშალოთ საერთოდ ეს არჩევნები, ხო პირობითად. თქვენ შეიძლება ეს მოლოდინი გქონდეთ რა, მაგრამ მე ხო ამას არ ვიძახი, ეს არის დილეტანტიზმი, მე პრაგმატული პოლიტიკის მომხრეა და წინასწარ საუბარი თქვენი მოლოდინი რა არის, რა უნდა იყოს თქვენი მაქსიმალური მაჩვენებელი, რომ თქვენ მიიღოთ ეს შედეგები, ბრიფინგზე დადგეთ, თქვენ განაცხადოთ რომ აგრძელებთ ბრძოლას მანდატებით საკრებულობაში. რაც არ უნდა საზომი, ასე ვთქვათ, პროცენტული საზომი, რომელიც თქვენ აი ამ მდგომარეობიდან რაც არ უნდა შემოატრიალოთ ეს შედეგები სხვადასხვა რაკურსით, სხვადასხვა კუთხიდან. პასუხი იქნება ერთი. არავინ არ იცის 2025 წლის 4 ოქტომბრის საღამოს 8 საათზე რა შედეგები იქნება, ჯერ ერთი, როგორი პროცესი წარიმართება იმ დღის განმავლობაში და რა იქნება კონკრეტული გეგმა რომელიმე პარტიის სამოქმედო, ისე როგორც არ იცის ეს მეორე მხარე, რომელიც ამ არჩევნებში არ მონაწილეობს. ამიტომ წინასწარ ამ საკითხებზე საუბარი ბუნებრივია, დილეტანტიზმია, პრაგმატული პოლიტიკისგან შორს არის ერთადერთი, რაც ჩვენ გუმართებს 4 ოქტომბერს არის ყველა უბანზე გავმართოთ ბრძოლა, ყველა ხმისთვის 64-ვე მუნიციპალიტეტში, სადაც ჩვენ პარტიული სია გვაქვს წარდგენილი და ჩვენ პროპორციული ხმებისთვის ვიბრძვით აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა უბანზე ჩვენი პარტია წარმოდგენილია საარჩევნო ბიულეტენში. შესაბამისად, ჩვენი მიზანი არის რაც შეიძლება მეტი ხმა ავიღოთ, ელექტორალურად დავასუსტოთ ოცნება, ეს არის ჩემი ამოცანა და ელექტორალურად იმდენი ხმა არ აიღოს ოცნებამ, რამდენიც დაიწერა მაგალითად 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე რაღაც კოლოსალური რაოდენობის ხმა მილიონ რაღაც 100,000 როგორც მახსოვს, რომელიც რეალურად არ გამოხატავდა რა თქმა უნდა ქართული ხალხის ნებას გარდა ტექნიკური მანიპულაციისა. ეს რთული სადისკუსიო სალონურ საუბრად დატომ არის აღქმული, რა შედეგი შეიძლება იყოს 4-ში ცესკოს მიერ წარმოდგენილი, რომელიც განაპირობებს თქვენს სამოქმედო გეგმას. გურამე ერთსა და იგივეზე საუბრობთ ახლა მე მგონი და ანუ რაც არ უნდა დამეტრიალოთ გათვლები მოლოდინები აი რა უნდა იყოს ისი მოსმენა გიგდათ ისი მოსმენა გიგდათ გამარჯვებას ველოდები ირაკლი კუპრაძის გამარჯვებას ველოდები და გიორგი შარაშიძის თბილისში რომლებიც იქნებიან ღირსეული მერობის კანდიდატები და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები. თუ ეს არ მოხდება თქვენი პოზიცია რა არის? აი ახლა წარმოუდგენელ თეორიებს ვადებთ ახლა ეს თუ არ მოხდება ის თუ არ მოხდება ჩვენ ახლა პროცესში ვართ გურამ ბატონი ირაკლი ბატონი ახლა ჩვენ ვართ პროცესში აი პროცესით უნდა დავკავდეთ. ჩვენ ახლა ყოველდღიურ სასტაბო საქმიანობაში ვართ გადართული. ყოველდღიურ, რა ვიცი, კომუნიკაციაში ჩვენს მოქალაქეებთან და მათ შორის ხმების დაცვაში, რომელიც 2024 ოქტომბრის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებზე უნდა გავაკეთოთ ხარისხიანად ბევრად უფრო ვიდრე ეს შევძელით 26 ოქტომბერს გასული წლის. აი ეს არის ჩვენი ამოცანა და ამიტომ ახლა წინასწარ გეგმებზე საუბარი A გეგმა გაქვს, B გეგმა გაქვს, C გეგმა გაქვს, D გეგმა გაქვს, რა ვიცი ხა. დაიბარეთ მაშინ მეორე მხარეც რევოლუციონერები და ასაუბრეთ ახლა რა გეგმები აქვთ 2025 თქვენი გეგმები მაინტერესებს. ხო, ანუ მე გეუბნებით რომ ჩვენი გეგმა არის ყველა უბანზე ბრძოლის გამართვა, ყველა ხმის რომელსაც მივიღებთ დაფიქსირება და ამ ხმების ასახვა შესაბამის საოქმო ჩანაწერებში. ხო და როგორი ზომება ეს მაინტერესებს შედეგი თქვენთვის წარმოსახვაში როგორ არის ეს პროცენტებში გამოხატული ყველა ადამიანი გამარჯვებისთვის იბრძვის მათ შორის ბევრ სამაჟორიტარო ოლქში ვიბრძვით გამარჯვებისთვის ბევრ ოლქში სადაც მერობის კანდიდატი ყავს წარდგენილი ვიბრძვით გამარჯვებისთვის წარმოუდგენა რომ ამ არჩევნებში ჩემმა პარტიამ უნდა მიიღოს მინიმუმ 25% სამართლიანად
თუ ამას ვერ ვიღებ, ესე იგი გამოვდივარ ბრიფინგზე, მაგრამ რომ გაყალდა არჩევნები და როგორი დილეტანტიზმია, აი წარმოუდგენელი დილეტანტიზმია. მაშინ მითხარით აი ხა, ანუ ეგ სერიოზულია, ხა მე ჩემს საქმაში რომ მქონდეს, რომ აი 51%-ს ვიღებ ჩემს საქმაში. როგორ აფასებთ არჩევნები გაყალდა თუ არა, გამოიხატა თუ არა? ანუ არის ბევრი ინსტრუმენტი, თავის სოციოლოგიური კვლევით, კონკრეტული кейსებით, ჩვენი შტაბებიდან, ადგილობრივი შტაბებიდან თუ უბნებიდან ჩვენი წარმომადგენლების მიერ მოწვეული ინფორმაცია. ანუ წინასწარ ეხა საუბარი რომ აი მე მინდა 25%-ის აღება, ან მე მინდა 51%-ის აღება და თუ არ დაждდება 51%, დავდგები იქ 8 საათზე და ვიტყვი რომ ამ არჩევნების შედეგებს ვაღიარებ ან არ ვაღიარებ. ეგ არის დილეტანტიზმი ზუსტად, ამას ვიძახი. კონკრეტული დღე და საარჩევნო გარემო უზრუნველყოფს იმას, როგორი შედეგი დასრულდება ეს არჩევნები და ამიტომ წინასწარ საუბარი რაღაც გეგმებზე, ამ შემთხვევაში რა შვები, იმ შემთხვევაში რა შვები. არა, ჩვენ ახლა პროცესში ვართ, ამ პროცესში ჩვენ ვიბრძვით თითოეული ხმის. ანუ შეიძლება ქართულმა უცნებმა მიცვალოს ზნედა ფერი და უეცრად გადაწყვეტოს. ეს დასკვნა გამოიტანეთ გურამ, ანუ არ გიხდებათ ეს სიზმი უბრალოდ ამ პროცესში დავაკვირდეთო ასე ამბობ და იმ დღეს როგორც წარიმართება უბნებზეც ინფორმაციას მივიღეთ. ანუ გუწევად ეხა ობიექტური ხართ, როდესაც გურამ ამის შემდეგ მივიღებ. გურამ ეხა ობიექტური ხართ, როდესაც ჩემი აი მთელი პასაჟის შემდეგ გამოგაგ დასკვნა, აი დავაკვირდეთ ოცნება როგორ იცვლის ნეზდაფერს. ეს დასკვნა გამოიტანეთ თქვენ აი გულწრფელად მაინტერესებს. მე კი ბოდიში ვიხდი მაყურებელთან თუ არა სწორად. აი ეს დასკვნა გამოიტანეთ. თქვენი ანალიზი. არა, უბრალოდ თქვენ ჩასაფრებულის პოზიციიდან ხართ, ეხლა გამოხატული ბოიკოტისტი ხართ, მithkoms კიდევაც თქვენთან ეთერში და დასამალი არაფერი არ არის. გამოხატული ბოიკოტისტი ხართ, არჩევნების მოწინააღმდეგე, რა ვიცი. სხვა პოლიტიკური პარტიების რომლებიც ბოიკოტში არიან მხარდამჭერი და ზუსტად აქედან გამომდინარეობს თქვენი პოზიცია. მაგრამ ეს ხო არ შეიძლება არა, ეს ხო არ შეიძლება ეხა მოახვიოთ თავს თქვენს მაყურებელს. მე გაცილებით სხვა წარმოდგენება მაქვს ამ ტელეკომპანიაზეც, თითოეულ ჟურნალისტზეც, მაგრამ თქვენ რო ეხა შეჯამების სახით გამოგაქვთ ისეთი დასკვნა, რომელიც არც ჩემს ნათქვამის შინაარსის შეჯამებას ასახავს, არც ობიექტურ რეალობას, მე ვფიქრობ არასწორია. კი ბატონო, მადლობა. ეს იყო ბერდიას იჭინება. მე ეჭვი მაქვს რომ ამ საუბარს ოდნავ მოგვიანებით არჩევნების მერე გავიხსენებთ და შევაჯამებთ და ანალიზსაც გავაკეთებთ ერთად. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ 4 ოქტომბერს? თქვენ რა მოლოდინი გაქვთ? ნახოთ რა იქნება. აი თქვენ არ გაქვთ პასუხი და მთხოვთ მე 8 საათზე ბრიფინგი ჩატარებას, ან ისე თქვით ან ასე. არა სერიოზული. მომიწვიეთ თქვენს პოდკასტში და მე როცა ვიქნები რესპონდენტის როლში